ქართული მხარე იუნესკოს დახმარებას ითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე მე-11 საუკუნის უნიკალური ქართული ძეგლი განადგურების პირას არის. დღეს პარლამენტში შეკრებულ სხვადასხვა უწყების სპეციალისტებს ის კადრები უჩვენეს, რომელიც კურიერის ოპერატორმა გადაიღო. მას შემდეგ, რაც ილორის ტაძრის ირგვლივ განგაში საერთაშორისო დონეზე გამოცხადდა, თბილისში წერილი რუსეთის პატრიარქმაც გამოგზავნა. ადრესატი ნინო ბურჯანაძეა. კირილი ბრალდებებს ქართულ მხარეს უყენებს. დავით კაკულია განაგრძობს თემას. დათო, დღეს პარლამენტში კომიტეტის საგანგებო სხდომა იყო მოწვეული. რა გადაწყვეტილება მიიღეს შეხვედრაზე? თითქმის 2 საათიანი დებატების შემდეგ ქართულმა პოლიტიკოსებმა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებმაც და სპეციალისტებმაც გადაწყვეტეს, რომ ყველა სახელმწიფო უწყება მიწერს წერილს საერთაშორისო ორგანიზაციებს, პირველ რიგში კი იუნესკოს, რათა მათ მოახდინონ ზეწოლა მოსკოვზე და შეუშვან საერთაშორისო ექსპერტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა მოხდეს ყველა ქართული ძეგლის ზუსტად აღწერა და იმ დარღვევების აღწერა, რაც ამ დროისთვის არსებობს ამ ძეგლებთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილორის უნიკალური კადრები გადაიღო კურიერის ოპერატორმა. ამის შემდეგ უკვე ოფიციალურად თბილისმა გააკეთა რამდენიმე განცხადება. დღეს უკვე ეს კადრები განხილვის საგანი პარლამენტში გახდა. კურიერის ოპერატორის ექსკლუზიური მასალის ეთერში გასვლიდან ერთ კვირაში პარლამენტში კომიტეტის საგანგებო სხდომა დაინიშნა. შოთა მალაშხია მოწვეულ დიპლომატებს საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს რუსთავიორის მასალა უჩვენა, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ გაანადგურეს ოკუპირებულ აფხაზეთში მე-11 საუკუნის უნიკალური ქართული ძეგლი. ილორის ეკლესია საოკუპაციო ძალებმა რუსული გუმბათი დაადგეს და კედლები, რომლებზეც უძველესი ქართული წარწერები იყო, თეთრად გადაღებეს. ჟურნალისტებს, კურიერს, რომელმაც მოამზადა სიუჟეტი, რა ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ მისი ეს პოზიცია გახდა საერთაშორისო პოზიცია და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა სახელმწიფო საუბრობს, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენი სამართლებრივი ბაზა ამ თვალსაზრისით ამ საკითხების გადაწყვეტასთან მიმართებაში კიდევ უფრო გაიზარდა. უმთავრესი მიზანი არის, რა თქმა უნდა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მაქსიმალურად ჩართული იყოს და შესაბამისად ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენ რასაკვირველია, თვითონ ოკუპანტ სახელმწიფოსაც ვალდებული ვართ, რომ ინფორმაცია უპირველეს ყოვლისა მათ მივაწოდოთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ შვეიცარიის საელჩოს გავლით. რასაკვირველია, შედეგს არ იღებს იმდენად, რამდენად იქ ძალიან მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ ქართული კულტურული ძეგლების მიზანმიმართული დაზიანება მოხდეს და სწორედ კვალი წაიშალოს. კომიტეტის სპეციალურ სხდომაზე მოწვეულმა სპეციალისტებმა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა რუსთავიორის ექსკლუზიურ კადრებში ილორის ეკლესიის კედლებზე სხვა დარღვევებიც აღმოაჩინეს. უნიკალური ძეგლის ერთ-ერთი კედელი ოკუპანტებმა გახვრიტეს და გამოთმობელი დაამონტაჟეს. ტაძარში დამონტაჟებულია მეტალოპლასმასის ფანჯრებიც. სხდომის დროს დეპუტატები და სხვა უწყებები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ შორის იუნესკოს თხოვნას გაუგზავნიან, რათა ძეგლის განადგურების პროცესი შეაჩერონ. რამდენიმე ენაზე გამოიცემა სპეციალური ბროშურაც, რომელზეც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართული ძეგლების პირვანდელი და დღევანდელი მდგომარეობა იქნება ასახული. ამ კადრებიდან ნამდვილად დავინახე ის, რომ რამდენიმე 4-5 ქართული წარწერა არ ჩანს იმ აღმოსავლეთის ფასადზე. იქ გამოჩენილი არის წმინდა გიორგის ესეთი რელიეფი, რომელიც ჩანდა ყოველთვის და კიდევ ერთი წარწერა, მხედრული წარწერა საკმაოდ გვიანდელი ცოკოლთან, მაგრამ მე-11 საუკუნის ასომთავრული წარწერები არ ჩანს აღმოსავლეთ ფასადზე. სავარაუდოდ ან გადაშლილი, ან შეთეთრებული. ეკლესიის სახელმწიფოსთან ერთად ყველა ზონას მიიღებს, რაც ხელწებებად მათ, რათა დაცული იქნეს ჩვენი კულტურული ძეგლები, არა მარტო ილორის წმინდა გიორგი, არამედ ბედიის თიშობლის ტაძარი და სხვა არაერთი ტაძრები, რომელთაც ზუსტად იგივე ბედი ელოდებათ. თბილისში ილორის ეკლესიის მდგომარეობის გარშემო დაწყებულ მორიგ-ხმაურს მალევე მოყვა რეაქცია რუსეთის საპატრიარქოდან. მაშინ, როდესაც ილორში სწორედ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მღვდელმთავრები მსახურობენ, პატრიარქი კირილი ხელს საქართველოს კულტურისა და ძეგლდაცვის სამინისტროსკენ იშვერს და ბრალს ქართულ მხარეს დებს პასიურობაში. რუსული მხარის გამართლება კი რუსების მიერ განადგურებულ ქართულ ძეგლზე კირილე მეორემ თავის იმ წერილს შესადა, რომელიც ნინო ბურჯანაძის სახელზე გამოაგზავნა. რუსეთის მხარე ბოდიშის სიხდის დაპირების ვერ შესრულების გამო და სინანულით აღნიშნავს, რომ ქართული მხარის პასიურობისა და დაუინტერესებლობის მიზეზით დღემდე ვერ მოხერხდა აღნიშნული საკითხის დარეგულირება.
მე შემომეხმიანნენ რუსეთის საპატრიარქოდან და ასე ვთქვათ პრაქტიკულად ბოდიში მოიხადეს იმის გამო რომ პატრიარქ კირილის დანაპირები ვერ შესრულდა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის გამო რომ ქართული მხრიდან მათ არ ჰქონდათ ქართული მხარის მიერ არ იყო მიწოდებული არანაირი ინფორმაცია. აი ეს არის ის სამწუხარო რეალობა რომელზეც მე ვსაუბრობ ხოლმე როდესაც ხას უსვამ იმას რომ ჩვენს ხელისუფლებას სამწუხაროდ რეალური საქმე კი არ აინტერესებს ჩვენი ეკლესია მონასტრების ბედი კი არ აინტერესებს და ქვეყნის ბედი კი არ აინტერესებს არამედ აინტერესებს მხოლოდ პიარი. მოსკოვიდან მოსული წერილი შინაარსდა რუსეთის პატრიარქის ბრალდებებს ნინო ბურჯანაძე სრულად იზიარებს და ძეგლის განადგურებაზე, რომელიც სწორედ რუსეთის საპატრიარქოს მიერ ნებადართული სამუშაოების გამო დაზიანდა, პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს. კირილე მეორის გარდა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს მოსკოვში არაერთი შეხვედრა გაუმართავს, თუმცა ილორის საკითხი რუს პოლიტიკოსებთან სავარაუდოდ არ დაუყენებია. მათ შორის არც ვლადიმერ პუტინთან, რომლის პოზიციასაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის საპატრიარქოს პირველი პირი ხშირად ახმოვანებს. რუსეთის პატრიარქისა და ქართველი ოპოზიციონერის პრეტენზიებს დღესვე გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო. ერთი წლის უკან როგორც კი ეს ვანდალიზმი ჩვენთვის გახდა ცნობილი, ყველა უცხოურმა ორგანიზაციამ, ვინც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან ასოცირდება და მუშაობს ამ თემაზე, იმ წუთას მიიღო ჩვენგან წერილები. რუსეთის საპატრიარქოს თავისუფლება მოქმედებისა ბუნებრივი არ აქვს, იმიტომ რომ ის არის პირდაპირ დიქტატის ქვეშ მოქმედი დეპარტამენტი კრემლისას. ფაქტიც, რომ ეს წერილი გამოუგზავნეს ამ ქალბატონს, ვინც სრულიად უტიფრად ერთხელ ეახლა საქართველოს გამოცხადებულ მტერს, აყვანისცა მუხლებზე დადგა დამპყრობელის წინაშე. ხარკის გადახდის მერე დამპყრობელი ამძალებს მიიჩნევს აბსოლუტურად საკუთარ განკარგულებაში მყოფ თოჯინებად, მარიონეტებად. ეს იყო ალბათ ცდელობა ამ ქალბატონის პოლიტიკური რეაბილიტაციისა, მისთვის სრულიად გაბანკროტებული პოლიტიკოსისთვის რაღაც წონის მინიჭების. ხმაური ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. ქართული მხარე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად ცდილობს ამ ძეგლების მდგომარეობის შესწავლის უფლება მოიპოვოს. კრემლის ბრძანებით იუნესკოს არაერთი მიმართვის მიუხედავად ქართულ ტაძრებამდე მისასვლელი გზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღემდე ჩაკეტილი რჩება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საუბრობს იმაზე, რომ ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში ვისაც სურს გაიგოს თუ რა კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნიკალური ქართული ძეგლები, მათ შეუძლია შევიდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის საიტზე ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც არის ყველა განცხადება და მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი გამოქვეყნებული. მე აქვე შემიძლია დავამატო ისიც, რომ მხოლოდ 2010 წელს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ილორის ეკლესია თითქმის განადგურების პირას მიიყვანეს საოკუპაციო ძალებმა, ორმა სახელმწიფო უწყებამ იუნესკოს 2 თვის განმავლობაში 3 წერილი გაუგზავნა.